შეუძლია ამ მოწყობილობას დენის დარტყმისგან დაგვიცვას? არა. რატომ? ეს ციფრი გვეუბნება, რომ ამ მომთველი 6 ამპერზეა გათვლილი. შედარებისთვის ამ ნათურის ამპერაჟი 0.14-ია. ამ ტოსტერის 10, ხოლო ამ ფენის 15. თუმცა ადამიანის სხეული ძალიან სენსიტიურია. მხოლოდ 30 მAh დენის დარტყმისას ადამიანს სუნთქვა ურთულდება და კუნთები ეკუმშება. ერთ წამში კი 0.2 ამპერი დენის დარტყმისას კი ადამიანს შეიძლება გული გაუჩერდეს. შესაბამისად, ეს ამომთველი ადამიანს ვერ დაიცავს, რადგან ჩვენ სახლებში არსებული კაბელები ბევრად უფრო მაღალი სიმძლავრის დენს ატარებენ. მაშინ რა საჭიროა ეს მოწყობილობა? ამ ავტომატური ამომთვლის მთავარი ამოცანა გადატვირთვის და მოკლე ჩაქვის თავიდან არიდებაა. შესაბამისად, ის იცავს კაბელებს და შენობას. მაგალითად, თუ დენის მიწოდება გადააჭარბებს 6 ამპერს, ამომთველი ავტომატურად ითიშება. იმისთვის, რომ კაბელი დაიცვას გადახურებისგან, იზოლაციის დაზიანებისგან და თავიდან აგვარიდოს პოტენციური ხანძარი. ადამიანის დასაცავად კი ეს მოწყობილობები გამოიყენება, რაზეც მომდევნო ვიდეოში მოგიყვებით. გამოიწერეთ საკრაველის არხი, რომ არ გამოგცეთ სიახლე.